კი ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყოთ პრემიერის განცხადების იმ ნაწილით, სადაც მითითებულა ხდება საცალო ვაჭრობის ქსელურ მარკეტებსა და მიმწოდებლებს შორის არსებულ პრობლემატურ საკითხებზე, რაც ქმნის ბარიერებს და ზეგავლენას ახდენს ფასზე და ეს მართლაც ესე არის და ამის შესახებ წლების განმავლობაში ასოციაციამ არაერთხელ მიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჩვენ ვითხოვდით, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ყველა განვითარებულ ქვეყანაში გარკვეული ტიპის რეგულირება არსებობს ამ ურთიერთობის ირგვლივ და მომხდარიყო ამის მიღება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობდა, მაგრამ არ გადაჭრიდა ფასების პრობლემას. მაგრამ თავის მხრივ მნიშვნელოვან დადებით როლს შეასრულებდა იმ ფასზე, რა ფასითაც მომხმარებელს ხვდება თაროზე და ჩვენ კიდევ გვახსოვს, რომ გასულ 2 წლის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო და შეჩერდა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით, იმიტომ რომ სადისტრიბუციო კომპანიების უმრავლესობას და ადგილობრივ მწარმოებელს ყველას მიზანი იყო ამ რეგულირების მიღება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს კანონი არ არის და დღეს ვუბრუნდებით ისევე და იმედია, რომ ეს რეგულირება, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება. ეს არ გულისხმობს ოღონდ ფასის რეგულირებას, უბრალოდ ზოგად პრინციპებს, რის ირგვლივაც უნდა რეალურად მოქმედებდნენ მიმწოდებლები და რიტეილერები ერთმანეთთან ურთიერთობის ფარგლებში და სწორედ მცირე საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის არსებობს ეს ყველა ქვეყანაში ეს კანონი. რაც შეეხება სამართალდამცავების ჩართულობას, ალბათ ყველაზე ჩვენ შეხება ბუნდოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა რა უნდა შეისწავლონ, მაშინ როდესაც ამისთვის ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახური კონკურენციის სააგენტო და შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის შეიძლება არა იმ ხელოუფლებამოსილებით, რაც უკეთესია კონდეს კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს და დაადგინოს ესა თუ ის ფაქტი, მაგრამ ის საბაზისო კანონმდებლობა, რაც გვაქვს, აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღესვე განახორციელოს ამასთან მიმართებაში კვლევა. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო რამდენიმე წლის წინ გასცა რეკომენდაცია ამ კანონის მიღებაზე თავის დროზე. რაც შეეხება სამართალდამცავების ჩართულობას კიდევ რომ დაუბრუნდეთ, ალბათ სწორედ ის უნდა შეისწავლონ, რატომ შეჩერდა კანონი, რომლის მიღებაც ფორს-მაჟორულ რეჟიმში ხორციელდებოდა. ანუ სამუშაო პროცესები მიდიოდა ფორს-მაჟორში და პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინიციატივა იყო და ჩვენი სურვილი იყო ეს მიღებულიყო, რომ რიტეილის მხარე და ყველა მონაწილე სუბიექტი რომ არ დაზარალებულიყო, ეს პროცესი საჭიროებდა მეტ სიფრთხილეს და სამუშაო პროცესის განვითარებას კომპლექსურად. და უცებ მივიღეთ ის, არ ვიცით რამ გამოიწვია, რომ ეს საერთოდ შეწყვიტეს ისე, რომ დღემდე არ ვიცით რა იყო ამის მიზეზი და ალბათ ეს იქნება უკეთესი, ამას თუ გამოიკვლევს, მათ შორის თუ საუბრობ ჩვენ სამართალდამცავების მხრიდან რაიმეს კვლევაზე. სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ საერთოდ ბიზნესთან მიმართებაში სამართალდამცავების ენით საუბარი, რა თქმა უნდა, აფრთხობს ბიზნესს და რა თქმა უნდა რისკებს ზრდის, რომ გარკვეული ხრივ კიდევ უფრო რაღაც ნაბიჯების გადადგმისაგან ასე თუ ისე თავი შეიკავონ, როდესაც შეიძლება პირდაპირ და უშუალო რაღაც ზეგავლენას ახდენდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ ნაწილში სწორი იქნება შეისწავლონ რა მოახდინა კანონპროექტის შეჩერება, რომელიც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დისტრიბუტორების მოთხოვნა იყო და ადგილობრივი მწარმოებლების რომ ეს კანონი მიღებულიყო, მაგრამ ამ კანონის მიღება არსებითად ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რასაც ძვირი ფასი ქვია, იმიტომ რომ ბევრი სხვა ფაქტობრივი მოცემულობები გვაქვს ჩვენ და სამწუხაროდ იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანას, რაც განსაზღვრავს საბოლოოდ ფასს და მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ყველა იმ ტიპის რეგულაციის მიღება, რაც პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს სურსათის ნაწილზე და მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ, რომ იმ ტიპის ბიზნესებს ხელშეწყობა ქონდეთ, რომლებიც ამ მხრივ ოპერირებენ და სურსათი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის და უპირველესი საკითხი არის, ხო? ანუ შესაბამისად ახლა თუნდაც ავიღოთ დაანონსებული ენერგეტიკის მიმართულებით, რომ ტარიფები გაიზრდება ბიზნესისთვის, გაიზრდება ეს ტარიფი რიტეილისთვის, ხო? ანუ ის ამას საბოლოოდ ფასში ასახავს.
და მთელი რიგი სხვა კანონები, რამაც გააწვირა, მათ შორის ამ მიმართულებით უკვე. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ლაშა რიჟამაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ახლა გვაქვს ჩვენ მცირე სარეკლამო პაუზის დრო, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.